Telecompanija Imedi და Prime Show სტუდია წარმოგიდგენთ. ვალალო კოპალეიშვილი, იუმორისტი. მან დეტექტორზე 50 შეკითხვას უპასუხა. აქედან შერჩეულია 21. ვალალო კოპალეიშვილის სიმართლეს დღეს სიცრუის დეტექტორი გაზომავს. მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი ვალალო კოპალეიშვილი, იუმორისტი, მსახიობი. ნუ გერიდება მობძანდით. ხომა შეგეშინო. ცოტა. სიცრუის დეტექტორში სანამ მოხვალ დიდი გზა უნდა გაიარო. შენ რა გზა გაიარე აქამდე მოსასვლელი? ქართული ლიგიდან დაიწყო ყველაფერი. მერე იყო ყველაზე დიდი მიღწევა რაც არის და რასაც ვთვლი ეს არის საუკეთესო მოთამაშე რაც გავხდი ამ ჩემს სფეროში და შემდეგ უკვე ცეკვავენ ვარსკვლავები მოყვა ამ ყველაფერს. მე ვთხოვ დაიკავო წითელი სკამი. ჩვენი გადაცემის წესები ასეთია. გვაქვს 21 შეკითხვა ამორჩეული იმ 50 კითხვიდან, რომელიც ჩვენ გაიარე სიცრუის დეტექტორზე, რასაკვირველია ეტაპებად არის დაყოფილი. 500 ლარი მხოლოდ და მხოლოდ 3 შეკითხვის გულწრფელობის შემთხვევაში ჩემოგარგო. ეს არც თუ ისე ცოტა თანხაა, შემდეგ 10 მაგდება 5000 ლარი ხდება და მოკლედ 100000 ლარამდე სანამ მიხვალ, მე მგონი ჯიმი აბესაძე შენ ამას არ დაგაცდის, მე ასე მგონია ეჭვი მაქვს. მოდი ახლა გითხარ ვინ არიან დღეს შენი გულშემატკივრები და სტუმრები გარდა ჯიმისა. ჯიმი აბესაძე. უნიჭერესი და ძალიან კარგი ადამიანი და ჩემი მეგობარი. ვალალოს ბიძა. კი. ბიძა ასევე სახალხო არტისტი ნამდვილი. გიორგი გაბუნია ღამის შოუს წამყვანი, ყველასთვის ცნობილი. ღამეების შოუების მეფე. რა თქმა უნდა. ანანო სამხარაძე, ჩემი მეგობარი. გიორგი კოკაია. კვიზი. რა თქმა უნდა. კვიზისთვის სათხარ და ნიკა გორდულაძე, ჩემი მეგობარი და ჩემი იუმორისტი და თქვენი გუნდის წევრი. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა გადაცემაში. ესე იგი ყველაზე თქვა მეგობარი, მე ვარ მარტო ღამის შოუს წამყვანი, ეს კვიზი. დანარჩენები მეგობრები არიან რა და ჩვენ ვინ ვართ აქ ანუ ой, არ არის შენი მეგობარი. ანუ მე და კოკაია არ ვართ მეგობარი. ჩემზე რა ჩემი მეგობარი. ჩემზე უნდა ეთქვა ბიძაკაცი. ბიძაო და მეგობარი, ანანო მეგობარი ნიკა ეს კვიზიო და ეს ღამის შოუს წამყვანი ალბათ იცითო. შენი მეგობარი არ არის გიორგი გაბუნია? მეგობარს და ბევრად მეტი, ვიდრე მეგობარი. დამოდექბეს. ბიჭს ნუ დააბნევთ ახლა, იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ ის ღელავს. ჯერთი იმიტომ ღელავს რომ ცეკვავენ ვარსკვლავებში იღებს მონაწილეობას, მისთვის ახლა ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდია. მაყურებლის დიდ მხარდაჭერას ვხედავ მე პირადად. აპლოდისმენტები მას. აპლოდისმენტები ჩვენს ელენეს, რომელიც სამწუხაროდ ახლა აქ არ არის, თავის სილამაზით რო ბწყინავს და შენც რო გიმშვენებს გვერდს, მანამდე მე მიმშვენებ და გვერდს და ასე შემდეგ. ნელ-ნელა დავიწყებთ თამაშს. სამტრედიაში გაიზარდე. მოგვიყევი შენი პატარა ისტორია სამტრედიაზე. სამტრედია ეს არის სიყვარულის ქალაქი, აქედან ამას ვიტყვი ჩემ სამტრედიაზე და ხალხსაც რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს იქაურობა. და ჩემი ბავშვობაც მიდიოდა სამტრედიულად რა. თეატრიც კი გვაქვს კულტურის ცენტრი, სადაც საკმაოდ კარგი მსახიობები არიან, კარგი ადამიანები მუშაობენ. და ნუ აქ ვატარებდი ჩემს ბავშვობას რა. ფეხბურთიც იყო ჩემ ცხოვრებაში სადღაც 15 წლამდე, 16 წლამდე, ანუ ვცდილობდი რომ ფეხბურთს რამენაირად მიყოლოდი, მაგრამ ფეხბურთელობა გინდოდა. კი რა თქმა უნდა. მე რატო ვერ გახდი ხვიჩა კვარაცხელია? რაღაცეები გჭირდებოდა ეხა რა, იქ მარტო შენი მისვლა ხო არ არის საკმარისი, ეხა რომ მიხვიდე და იქ ეკიპირება ალბათ საჭიროა და ამისთვის თანხებიც არის ანუ საჭირო. ფინანსური მხარდაჭერა არ გქონდა? არ მქონდა არა, ვერ ვიტყვი რომ არ, უფრო ვერ. ვერ, არ ეხლა ძალით არავინ. ანუ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ბავშვები დაყავთ ფეხბურთზე და ფეხბურთელება ზრდიან, ანუ ოჯახისგან ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ჭირდება. ნუ დიდი რა ესეთი
არც თუ ისე მარტივია ეგ თემა ნამდვილად. მაგრამ შენ ყველაზე რეიტინგულ არხზე ხარ დღეს და ისეთი ტიპის პრანკი ჩაგვიტარე, რომ იმის მერე ცოტა მაინც ვერ გამოვედით მდგომარეობიდან. ყოველი ლექსის წაკითხვის დროს მაგით ვიხედეთ. ვალალო ხო არ მისმენს. ძალიან შემაშინა. აი მოვყვები მე მაგ ისტორიას აუცილებლად, შენ შეგწხვება აუცილებლად. პირველი შეკითხვა ვალალოს. აპლოდისმენტებით გავამხნევ. ეგრეთ წოდებული პრანკიდან პირდაპირ ცეკვავენ ვარსკვლავებში მოხვდით? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. რა პრანკზეა საუბარი? და საერთოდ რას ნიშნავს პრანკი? თუ შეიძლება აი გიორგის მივცეთ ან ნიკას ან ვინმე საშუალება რომ ახსნას. მე ცოტა მე არა უფროსი თაობა. პრანკის თაობა მე არა. პრანკის თაობა. ამ დროს პრანკი არ არის ხო ამ ჩვენ დროს იყო მაიმუნობა, ეთქვა, გაუჩალიჩა და იცუღლუდა კამერა, იცუღლუდა ხო და აქეთ აი პრანკი. რას ნიშნავს პრანკი და კიდე კვიზი? ხო აი კაი პრანკზე მე გეტყვით მაშინ კვიზზე შენი საუბრე ხო გიორგიმ როგორც თქვა რა მაიმუნობა გაუჩალიჩა ფარული კამერა უბრალოდ თანამედროვეთ არის პრანკი. ნუ ყველაფერი და ახსნა. სხვათა შორის ვალალო ძალიან ძლიერი აღმოჩნდა ამ საკითხში და დამეთანხმებით კვიზი რას ნიშნავს? ცეკვავენ ვარსკვლავებშიც პრანკი ეხა რო. ეს ყველაფერი პრანკია. კვიზი მოკლედ დასაწყისში სულ მეუნებს თუნდაც ან უფროსი თაობა როცა მეკითხება რომ მე არ ვარ მაგ თაობის ბიძია ესე მეუნებია ხოლმე მოკლე კითხვებია რა. ანუ კვიზი ნიშნავს მოკლე არა, ეს ჩემ ფორმატში ისე კვიზი გამოცდა. ხო ეგრეა. გამოცდა კვიზი. კი ბატონო. როგორ დაიწყო შენი პრანკი ჩვენს ასე ვთქვათ ტერიტორიაზე? პრანკი იყო შემდეგნაირად რომ კეთილი ადამიანი გიორგი გაბუნია და ასევე ნოე სულაბერიძე დამიკავშირდა და მითხრეს რომ უნდათ ცოტა გახუმრებოდნენ პოეზიის საღამო კეთდებოდა პრაიმ შოუში და უნდათ რომ გახუმრებოდნენ ნუ ამ ხალხს რომ აი თითქოს მე ვიყავი ვინმე პოეტი, მსახიობი და უნდა შევსულიყავი როგორც აი პოეტი და საკმაოდ ქედმაღალი პოეტი ესე რომ აი მე ვარ და თქვენ ვინ ახართ და ბოდიშს მოვხდი მგოსნებს და ამ დიდ ადამიანებს და დაგეცინა მსახიობებისთვის რომლებიც კითხულობდნენ ლექსს. და სანამ შევიდოდი მეც ეგ გავიჯინე ესე რომ ვთქვა ჩემში რომ აი მართლა თითქოს მე ვიყავი ახლა მსახიობი და თქვენი კვიზი ჩეკით ვიცი შეხედით ნუ არავინ ჩემთან შედარებით აი ეს რომ გავი საკმაოდ კარგად ითამაშე ეგ როლი მე ჩემს განცდებს მოვყვები რა მე არ ვიცოდი რომ გიორგი გაბუნია ასე აქტიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში მხოლოდ ნოე სულაბერიძეს ვადანაშაულებდი ამ ამბავში ხო და მხოლოდ ნოე დაადანაშაულა იმიტომ რომ დამირეკა და მითხრა რომ ვინმეო კარგიო ნიჭიერი ბიჭიო ახალგაზრდაო ცნობილი რო არ იყოსო რომ რაღაცა კარგიო პრანკი უნდა გავაკეთო და არა რა აუცილებელი იყო რომ ჩემს გვერდზე დამჯდარიყავი შენ ნუ ცოტა მიზანში თქვენც იყავით მაგეხა დღეს გულწრფელი გადაცემა გვაქვს და თქვი კიდე თქვი ვალალო ჩვენ გულშემატკივრობით ბიჭო რა მოხდა ვალალო და აბა გაბუნებოდა მიდი გასვიას დაცხე ბიჭო იქიდან გვირეკავს და მეთქი ვიდა ერთი ვიწყარი მაკაზე მითხარ შალიკაშვილი და ცაავაო და მეთქი ამოდი აქამდე ამოასწარი და მერე გაიგო ყველა რა იყო იცი რა თქვენი სახელიო და ლევანი სახელი რო შემახსენოთ თქვენი უკეთესად ლევანი თქვენი სახელი გასაგები ანუ აი რატო თქვი ლევანი არა კარგი უფრო სასაცილო სახელით შეიძლებოდა ჯიმი მაგალითად ჯიმი ნუ ჯიმი რატოა სასაცილო მაგრამ ხუმრობა შედგა შენ რაც ქონდა ჩაფიქრებული რომ სხვა სახელი თან რა იყო იცი რომ ლევანი უთხარი ხა მე ხანდახან ესეთი ხუმრობა ვიცი სერიოზული სახით და ვინც არ იცის ყველას ეგონა რომ მე აი ძალიან გავბრაზდი ბოღმა მახრჩობდა და რაღაც ამ ბიჭზე გავბრაზდი რომ ასე ქვია ჩემი სახელი არ იცი მე კი მივხვდი უკვე გზადაგზა მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გამოვიტანე დასკვნა ეჭვი მეპარებოდა ან გიჟია ვფიქრობ ან რაღაცა პროდიუსინგს შეეშალა და არასწორი მისამართზე ანუ არასწორი ტიპი მოიყვანეს გადაცემაში ან ნოე
შენ უნდა მოყვე ხა იქ. ხო, ნუ ნოემ ითამაშა კი დიდი როლი ალბათ, ხო და არა, შენ რა როლიც ითამაშე იმაზე მითხარი, რა განცდა ქონდა, რა იყო შენთვის ეს როგორც იუმორისტისთვის? იყო რომ დავიწყე უკვე საუბარი, აი მაგ მომენტში ცოტა ნერვიულობის ის მქონდა, რომ აი რაღაც თითქოს ხო იცი რომ თავიდან უნდა შემოიტყუო ვიღაც საუბარში და აი რომ შემოიტყუე უკვე და ეს გაბრაზება რომ დავინახე, აი მან უკვე ცოტა ესე ვისიამოვნე და მეც უკვე მივიყავი და აი ცავა გაბრაზდა ძალიან ქალბატონი მაკაც საკმაოდ გაბრაზდა თქვენი გაბრაზებაც მინდოდა მაგრამ საკმაოდ ყარი ნერვების ადამიანი აღმოჩნდით და ხო, და ამან გამოიწვია სოციალურ ქსელში საკმაოდ ისეთი დიდი გამოხმაურება მოყვა საათაშორის ვიდეოებს. ხო, მე დიდად არ ვემხრობი მასეთ პრანკებს პოეზიის დროს. ეხლა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ალბათ მართალიც ვარ პოეტები დამეთანხმებიან ზეციდან. არ არის ეგრე, ეხლა აი პოეზიაში როგორ შეიძლება რომ ვიღაცა რომ მოსული ხარ რომ წაიკითხო ნიკოლოზ ბარათაშვილი. შეიძლება ცუდად წაიკითხო კაცო, მაგრამ ნახე შენ დამოკიდებულება ხო უკვე ფაქიზია და უცბად ვიღაცა ბიჭი ზის და თქვენ რას კითხულობთ, თქვენც კითხულობთ მაგრამ ჰა, ესე შემომხედა და ვაი, მე ვიფიქრე გავბრაზდი ძალიან პრაიმ შოუზე, რომ რა ხალხი მოყავთ მეთქი. სახიობი ხარ მეთქი, ანუ რაუბნელი ხარ სპონჯი ვკითხე. კიო და ან რაღაც ესე გაიხედა და ისე დავიძაბე რომ აი სამზადისი უფრო იყო რაც შემდეგ უნდა გამეკეთებინა ალბათ მაგრამ სამაგიეროდ შენ ამ პრანკმა მოგიტანა ძალიან დიდი ცნობადობა კი ისიც ძალიან მადლიერი ვარ ამ კეთილი ადამიანებს ჩვენ დაგიდგით პრანკი ყველასთან ბოდიში რა თქმა უნდა ახლა კი მეორე შეკითხვის დროა სიამოვნებთ რომ ერთადერთი ვალალო ხართ კი ეს პასუხი არის სიმართლე. გილოცავთ მეორე სიმართლეს. ერთადერთი ვალალო, მე ვისაც ვიცნობ, ნამდვილად ერთადერთი ვალალო ხარ. ნუ სიამოვნებს ალბათ იმიტომ ეგ ფაქტი რომ ადამიანს ზოგადად რაღაც უნდა გამოარჩევდეს ეს ზოგს გამოარჩევს თავისი ჩაცმის სტილი, ზოგს რაღაც და აი ეს რაღაცნაირად სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სახელსაც აქვს რომ აი ადამიანი რომ რაღაც უცებ ყურში მოხდება და ისეთ აიმახსოვრებს, ნუ ხშირ შემთხვევაში უჭირთ ამახსოვრება. ნუ პირველივე ნათქვამით ესე რომ ვთქვათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს სიამოვნებას მაინჭებს ნამდვილად, რასაც არ უმალო. სრული სახელი რა არის? ვალალო თუ? კი, ვალალო არის სრული სახელი. წარმომავლობა არა აქვს ამ სახელს, ვთქვათ. ეს სიმართლე რო გითხრათ, რაიმე კონკრეტული წარმომავლობა არ აქვს. ბულინგი თუ ყოფილა სახელთან დაკავშირებით მაინტერესებს გულს. არა, სხვათა შორის, არასდროს არ მიგზნია. ყოველ შემთხვევაში მე არ მიგზნია და აი რაღაცა ვალალო, ჰარიჰარალო და რაღაცები იყო. თან ისე დროს როცა ძალიან ღელავდი. ცეკვავდი რაღაცა და ჟიურისგან წამოვიდა ასეთი. არა, მაგ მომენტში იმდენად ხუმრობით და ისე კეთილი განწყობით იყო ნათქვამი. ანუ არ წენია გოჩა ჩეტკოვისგან ეს. არანაირად, მისაღები. არა, ხო, გოჩა ჩეტკოვი რომ ვალალო, ჰარიჰარალოს გამართულად ამბობს, ეგ არ უნდა გეწყინა. ისლა ამისი. გოჩა ჩეტკოვი, იცო რა, ვალალო, ჰარიჰარალო და უკვე ქსიამოვნებს. ეთნო ჯაზია რა. ეგრე ჟღერს. კარგით, მესამე შეკითხვაზე გადავალ, თუ შეიძლება. მესამე შეკითხვა იგებს 500 ლარს. ყურადღება, მესამე კითხვა. ქართულ ლიგაში წარმატება იუმორზე მეტად თქვენი სამსახიობო ნიჭის დამსახურებაა? ეს პასუხი არის სიმართლე. მისმა ქვეცნობიერმა ასე გადაწყვიტა. აგვიხსენი ახლა ეს ფენომენი. ეს არის შემთხვევა, როცა ხუმრობის შექმნასთან მაქვს პრობლემა, ანუ ვთქვათ, არ ვარ ძლიერი სცენარისტი, ასე რომ ვთქვათ რა. არ ვთვლი ყოველ შემთხვევაში ეგრე რომ აუცილებელია რომ სცენარისტი იყო, როცა იუმორისტი ხარ, უნდა თხზავდე ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, როცა შეგიძლია რომ შენი იუმორი შექმნა ამის თამაში, შენვე უკეთესად გამოგდის უკვე და არა მეორე მხრიდან რომ სხვა გიქმნის იუმორს დამეთანხმებიან, ბევრად ჩემზე გამოცდილი იუმორისტები არიან და რო ანუ სხვა რო გიქმნის იუმორს და შემდეგ ამას შენაკეთებ, უკვე ცოტა ახსნაც უწევს იმ ადამიანს, რომ ეს ესე გააკეთე, ეს ისე ითამაშე, ნუ
ასე ხდება რა და. და ამ ყველაფერს უფრო არტისტული ნიჭის დახმარებით აკეთებ, ხო, ხო? ეს ყველაფერი რაც უკვე გადმომაქვს ეკრანზე და რასაც ვთამაშობ, უკვე მაგის დამსახურებაა, თორე ესე ძლიერი სცენარისტი სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ ვერ ვარ. აი, იმპროვიზაციის უნარი გააქვს? მაგალითად 500 ლარი ამონათ და ამაზე უცად მოიფიქრებდი რამე ხუმრობას თუ გაგიჭირდებოდა. მაშინ არტისტული შეფასება გააკეთე, რომ შენ მოიგე 500 ლარი. გამხელა მადლობა იყო. მეოთხე შეკითხვის დროა და ყურადღებას ვითხოვ. თვლით რომ ღამის შოუში თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებენ? არა. ეს პასუხი არის ანუ იმედის ღამის შოუზე საუბარი გიორგი გაბუნიასთან ერთად, ხო? ანუ გამოცვლა აღარ შეიძლება? ახლა უკვე არ გვაქვს უფლება რომ გამოვიყენოთ, იმიტომ რომ სანამ პასუხს გასცემ და მანამდე უნდა შეგეცვალათ. ამიტომ კითხვა რჩება ძალაში, ისე უნდა გავალურჯოთ აქ. ბოდიში გიხდით, ცოტა უხერხული შეკითხვა იყო ჩემიას, ნუ უბრალოდ პასუხი იყო ცოტა უხერხული. და თუ იმიტომ რომ რავი, ახ მაქსიმუმს არ ვიყენებთ, ანუ რაღაცნაირად ვიცი, სცენარისტად მუშაობს ჩვენთან და ანუ ცოტა სხვანაირ კუც მოაბა მე ამას და იტყვია რომ ბავშვები მიყავთ ახალგაზრდები რაღაცა ამუშავებენ, არაკეთებინებენ შესთან ისედაც ძალიან გდა შეგეძლო ცოტა სხვანაირ პასუხი გაგეცა ისე აი დედასგებზე პირგიო კითხვაზე თუ პასუხზე რომელი ვარ სამნაშა კით პასუხი რო ყოფილიყო კი მაგ შემთხვევაში ნუ არ იქნებოდა ისე და ხა არა რო ამბობს ახალგაზრდა სცენარისტი ანუ ჩვენ არ ვაძლევთ რაღაცა გაქანების შესაძლებლობას და იცი ჩვენი მე შემი აი დედასგებიცები ხა პატივსო და კალბატო მაგასტრო ესეთი ის იყო პრობლემა იყო აი დედასგებიცები გადაცემას ხა დიდი სიამოვნებით დავტოვებდი კიო და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ბალალო შენი მხრიდანაც არა გასო ბაზარი არა აპატიეთ მეც ვერ გავიგე ეგ არის შენი ბრალი ხა იმიტომ რომ შეგეძლო კი გეპასუხა ანუ ვერ გავიგე შენ რამე მოიტანე ოდესმე ჩვენამდე და ჩვენ არ გავიკეთებია დაგიშალა მაპატიეთ ამის ახსნა განმარტება თქვენთან რომ იწევს გადაცემაში მაგრამ ხო არ ვიწერებით ეხა ხო ეგ ძალიან უხერხული ამბავი არის გამოვიგე დედასგებიცები ხო და მე სანამ ასეთი შეკითხვა თუ იყო 50 კითხვა ხო გაიარე დეტექტორზე და შეგეძლო გეთქვა რომ გაბუ ესეთი შეკითხვა იქნება და ესე ფიქრობ და არ არის არ მახსენდება დედასგებიცები თუ მე ვწდები მაშინ მითხარით ყველამ და რა იცი კაცო რა ტიპის ახსნა ქონდა იქნება იმას ამბობდა რომ გიორგი გაბუნია და გადამყვნენ ყველაფერი და მე ვერ ვაშენებდი შენ არ მიწყინა შენ გზე არ ჩვენი გადმოსახედა არა სხვა რამეს გეუბნები ერთად არაო როგორ არა ჩემი რესპონდენტი არის და ცოტათი დავიცავ ერთი წამი არა შენთან არ გვაქვს მათქმევინეთ აზრი რა იქნება რას ყვება ეს კაცი იქნება იმას ამბობს რომ ძმაო მე მაგარ გუნდთან მუშაობ რაღაცა გადამყვნენ თავს და მე ვერ გამოვიყენე წეგან ნახე როგორ თავდაბლური პასუხები გასცა რომ ის არ მაქვს სცენარისტად სპეციფიკა ღამის შოუში ესეთი პრობლემა თუ არის ეს კითხვა ანუ ნახე ანუ ჯერ გამიტყდა მოდი შეშტად გეტყვი მაშინ გამიტყდა კისრო ამბობს ანუ თუ ის აკვე არას ბოდიში ანუ რა ანუ ვალალოს ცეკვავენ ვარსკვლავებშიც მე გავუწიე და ჩვენ რეკომენდაცია ხო მაშინ ღამის პრაიმში ჩემი მოყვანა რა შუაში პირდაპირ გეუბნები ხო მაგრამ შენი შოუდან აბა ჩემ გადაცემას აყენებენ შეურაცხყოფას და შენ უფრო მე შენთან რო ვიყავი სტუმრად აი პროსტა მითხარი გადაგაკეთებ თავზე ბიჭო მიყვარხარ ხო იცი ჩემს მე მიყვარხარ შეურაცხყოფას მაყენებ შენ მითხარი შენთან რო ვიყავი სტუმრად ესე გავაჩერე გადაცემა რომ არ გააჩერე ეს რატომ კითხე და რა გადაცემას ადგებოდა ზიანი კითხვი მაკედან მოდი გიყვარ რანაირად გიყვარ აუ მაკა გაგიჟდა ვაფშე ზევით ერთი ხო და გააჩერეთ მაუ ვაფშე არ ვიდა რანაირად რა შეცვალეს კითხვა просто და ამოჭერით ეს თემა და ზემოთ კიდე ისუს ანუ არ იყენებენ რანაირი რაღაცა ვერ გავიგე ცეკვა შეხედე ქართული ლიგიდან წამოგიყვანეთ აბა ცეკვები აბა პრაიმ აბა დეტექტორი და ღამის შოუზე არ იყენებენ შენ მაქსიმალურს კაი კაი მოდი გავაგზელო გეხვეწები არაანერვიულოდ ან ამოჭერით ეს შეკითხვა და ან მაშინ მე გავალ მოიცა ერთი წამი ამოჭერი ხა გადაცემის ფორმატს ვერ შევცვლი ესე რა გიო. გავიგე, მაგრამ ხო შეგვიძლია ხო ვიცით რომ შესაძლებელია რომ რაღაცას მონტაჟი მშვიდად გეთქვა რაღაცა და არა მშვიდად თქვი და შემიხარი რომ ესე რო გვაწები უფრო ვერ ამოვჭრი. ანუ ვერ ამოვჭრი კი არ გიშოს, რა გიშოს. ამას კი არ გაუშვებ ხა ეთერში რა სისულელე. ვერ შევცვლი. მაშინ გაგებთხილებინეთ რომ მანამდე უნდა დამეჭირა ამაზე ეს ადამიანი. მე ჩვენი მიზია მაშინ აუ
მოიცა, მოდი მაშინ მოусმინოთ მის პასუხს. კი ბატონო. და მერე თუ შევხედეთ რომ რაღაცა აგერ არის, მაკა აგერ არის, ყველა აგერ არის. ვირომადლიო გამოუდის ეხა და ეგ ამბავია და ვიღაცები ამას იწვიან და გამიწყდა მაგრა თორე კი არაფერი, მაგრამ შენგანაც ვიტყობ რომ მაწვევი რომ რაღაცა ეხა ამბავს ეს. კაი, ხო. ხო დამთავრდებს. ხო დამთავრდებს, კაი, სირცხვილია გადაცემაში. აი ესეთები არიან ესი, სულ ვიძახდი, სულ ვიძახდი. რას იძახდი? რო ესეთები არიან. ესეთები რას ნიშნავს? ვითომ ძალიან კეთილები ხართ რო იცინით და სინამდვილეში ბოროტები. ხომ არა შედალოცვილო ვინ ჩვენ ვართ ბოროტები? კარგი. მოდი გეხვეწები. დაივიწყე ერთი წამი ესენას გელაპარაკებენ და პროსტ ჩვეულებრივ გამეცი პასუხი. ჩვენ კითხვა ვერ გავიგონ და სიმართლე რო გითხრა ეს კითხვაც არ ვერ გაიგონე რას პასუხობ, აბა შედალოცვილო. არ მახსენდება ანუ ეს კითხვაც რა იქედან რა. ეხლა შენ ცუდად იქცები. ანუ გადავახტეთ რა. არა, რატო იქცევი ცუდად? იცი რომ აქ არ არსებობს სხვა შეკითხვა რომ იყოს რაც შეგავლილი არა გაქვს. ხო ეგაა ბიჭო, გასატეხი იცოდა პროსტ ეგ შეკითხვა და ეთქვა მაინც ანუ ამ დალოცულს. შეიძლება სხვანაირად გაიგო რა. აი მინდა შენ ჩართვები ძალიან ხო ერთ წამს რა. კარგი ყოფილა პრანკი. აუ გიორგი მოდი ჩამეხոտე რა გეხვეწ. აუ გასაკეთე. დას გაფიცე. ძალიან მაგარი იყო ძალიან. გული გაუ. ბრავო ჯიმი, კარგი. ძალიან კარგი ადამიანი. გამივლია, არ მახსენდება, არ გამივლია ეს კითხვა არ დაუსვია იქ არავის. ეხა ერთი კი გულწრფელად მითხარი. წამის მეათედიც არისო რომ გეფიქრა რომ ხო არ მეღადავებიანო? არა ბიჭო ეს არ არის ჩვენგან ასე ჩხუბს მიჩვეულ. ხალი მოიტანეთ რა. აბა გეხვეწე. იცი რა მე ვარ მორიელი და ბატონ გიორგისთან ერთად დავგეგმეთ შურიზიება შენზე. თუმცა მე ჯიმი გავრია და ძალიან უფრო ანუ გამოდის რომ ორივე პრანკში გიორგი იყო ჩართული. გიორგი არის. ნუ სულაბერიძე შეცვალა ჯიმი. თუ სადმე პრანკს ნახავთ, ყველგან მიცოდეთ გაბუნიათ და სულ. კარგი იყო. ეხა ამან ორშაბათს იცეკვას შენი ჭირიბელი. კარგი, მე ვაფშე არ მინახია მაგი. არა ბოლოს რა ქნას მისი გუნდი გაიცვა და ჩვენ გავწია რა. რა იქნა ჩვენ გავწირა ეგრევე. საერთოდ ეს კითხვა როდი რა მაქსიმუმს იყენებენ. ვა, ხარ ყოფილა ხო არ გამიგონია ეგეთი. არა თქვა. ანუ მართლა არ ყოფილა ეს კითხვა? არ ყოფილა. მე გარვიცოდი. კის რო გეთქვა, შენ მაინც შარზე ვიყავ. მე მეგონა რომ კისზე შეიძლება ხელი შეგხებო ეს. აზრი არ ქონი. იცი რას მივხვდი? ჩემი მტერი გადაგვეკიდა. შენ არ გაკიდა ჩვენ. ვა, მაკა მადლობა რაზმაძე და ყველა ზევით ვინც მონაწილეობდით ამ პრანკში. შური ვიძიეთ. კარგი. მაშინ მოდი დავსვათ უკვე თამამად მეოთხე ნამდვილი შეკითხვა არა პრანკული. ვალალოს დავუსვათ. ყურადღება. თქვენი ერთადერთი სიყვარული თქვენს გამოდაინგრა? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ილოცავ. მოგვიყევი აბა შენი სიყვარულის ისტორია. ზოგადად ურთიერთობაში ცოტა შემაწუხებლად ყურადღებიანი ადამიანი აღმოჩნდი, რაც ხშირ შემთხვევაში კარგი არ არის ხოლმე რა. ნუ გოგოებს უყვართ ყურადღება საერთოდ და ხო, მაგრამ ეს ზედმეტი არ უნდა იყოს. ამას არ უნდა კონდეს უკვე ისეთი ფორმა, რომ შენ ყურადღება გადაგდის უკვე ეჭვიანობასთან. აი, ეგ უნდა მეთქვა. ანუ ეჭვიანი შეყვარებული იყავი? ხო, ნუ როცა ასეთი ფორმა ეძლევა უკვე ამ ყველაფერს, შესაბამისად მე ადამიანიც იღლება ხოლმე, რომ ყოველთვის რეკვა, გაუთავებელი სათხარ, რატო ხარ, რა ხდება, ამდენი მეგობარი რატო, ნუ ასე შემდეგ. მე რა მოხდა, ანუ შეყვარებულმა გითხრა, რომ აღარ შემიძლია შენთან ურთიერთობა. ხო, ნუ ეგრე იყო და ჩემი აზრით ეგეთი იყო, რომ შეუძლებელი ხდებოდა უკვე და მეც ვიცოდი, განა, ანუ იმის მხრიდან არა, მეც ვიცოდი ეს ჩემ თავთან და ორივეს ბრალი იყო თუ უფრო შენი? არა, იქ მაგ ადამიანის ბრალი არაფერი არ ყოფილა, ჩემი ბრალი იყო თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ანუ გულის ტკივილი დასრულდა ეს ურთიერთობა შენთვის? რა უნდა, ანუ გულის წვეთა ქონდა და ძალიან დიდი გულის წვეთა ქონდა ამ ყველაფერს. ახლა რამდენი წლის ხარ? 25. 25 წლის. ნანობ ამ ყველაფერს როგორ ჩანს, ხო? კი, რა თქმა უნდა.
ერთადერთი სიყვარული თან. იმის შემდეგ ჯერ არავინ გამოჩენილა შენს ცხოვრებაში. შეიძლება რომ შეურიგდე. თუ მე მივახწევ იმ ფსიქოლოგიურ სიმაღლეს რომ მე მსგავსი დამოკიდებულება ეს მარტო მაგ ადამიანთან ხო არ მოხდება ეს ვინც არ უნდა იყოს სხვაც რო იყოს სხვა ადამიანთანაც ეგრე მოხდება და ეგრე მოგივა აუცილებლად იმიტომ რომ შენ თითქოს შენ თავთან რაღაც ცოტა კომპლექსის გაქვს ცოტა არ ხარ შენ თავში დარწმუნებული და ნუ ამის მერე უკვე ხდება ეს ყველაფერი რომ აი სათხარ ვისთან ხარ ამ დროს არაფერი ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა მიდიოდეს ჯანსაღ ურთიერთობაში რა ну ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა რა. მაგრამ ძალიან ბევრი გოგო, ვინც ახლა ალბათ შენ გულშემატკივრობს, ძალიან გახარებულია ამ ამბით. ძალიან ბევრს მოსწონს ეჭვიანი შეყვარებული და ვაკანსია არსებობს საამისო. სხვა შორის ძალიან გულწრფელი ადამიანია და მართლა მინდა რომ აი აპლოდისმენტებით გამოხატოთ მის მიმართ. მეხუთე შეკითხვის დროა. ჩვენ შენი წარსულიდან ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ და ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხო. კურიერად მუშაობისას მომხმარებლისგან უპატივცემულობა გიგრძვნიათ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. საინტერესოა სად მუშაობდი, რომელ ქალაქში კურიერად და აქ თბილისში მუშაობდი, უკვე ვირუსი, კორონავირუსი, როცა არც ისე მიწურულში იყო უკვე თითქმის, რომ წამოვედი სამტრედიიდან, მანამდე 2 წელი სამტრედიაში ვიყავი, იქ გავატარე ეს კორონავირუსის პერიოდი. რო ჩამოვედი, დავიწყე კურიერად მუშაობა და პატივცემულობა რა თქმა უნდა არის, რომ ანუ მიწყენს საზოგადოება, მაგრამ კულტურა არ გვაქვს თითქოს კურიერებთან მოპყრობის, რომ აი მაგალითად როცა კურიერი მოდის, თქვათ და იცი რომ ზამთარია თუ ზაფხული რა მაგას ეხა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ როცა მე-9 სართულზე ცხოვრობ და ლიფტი არ მუშაობს და ელოდები რომ რაღაც თბილად საჭმელი მოგიტანონ, ანუ შეგიძლია რომ შენ დახვდე ამ კურიერს და თვითონ ამ ხელად ჩანთით, როცა უკვე ისიც გააზრებული უნდა გქონდეს, რომ არ შეიძლება იყოს დღეს პირველი კორპუსი, სადაც მსგავსი სიტუაციაში ხვდა, სადაც ლიფტი არ იყო და ეს იყოს მე-10 კორპუსი, სადაც ასვლა უწევს უკვე რა. ყველას უნდა თითქოს რომ კარებთან მიუტანო საჭმელი, კარებთან დაუდო. ну იქ კიდე საუბარში თუ შემოყვა, დამოკიდებულებაც ცოტა ისეთია რა, რომ ეხლა მაგალითად წელი რომ ტკივა სახში შეიძლება ბავშვი არ ყავს და თქვა სხვა არ არის, მე მყავს დატოვებული, ვერ ჩავდივარ ქვევით. მესმის, ეგ გამონაკლისის შემთხვევა ალბათ, მაგრამ მე მაქვს იმ ადამიანებზე საუბარი, ვინც ჯანსაღად არის. ლიფტი არ მუშაობს, ამას ხო, ანუ არის ბევრი კორპუსები, სადაც ან ლიფტის პრობლემაა, ან საერთოდ არ აქვს ლიფტი და ყოველდღიურად გიწევს მინიმუმ ხო 10 შეკვეთა რო დატოვო ალბათ. ხდება ეგეთი რამეები, რა თქმა უნდა, ხა ტექნიკური პრობლემებიც არის, ხანდახან ლოკაციებიც ირევა და რაღაც. აი, როგორია ეს დამოკიდებულება, აი, როგორ გამოხატავენ აგრესიით, შეურაცხყოფით, ცინიზმით, თუ აი როგორ გძნობ ხოლმე? ცინიზმს უფრო გძნობ რა. ცინიზმი უფრო გამოიხატება დამოკიდებულებაში რა. ეგ მომენტი მქონდა ეგეთ შემთხვევა? კი, უმეტესად ეგრე ხდება ხოლმე. მე-6 შეკითხვის დრო დგება, 5000-მდე ერთი შეკითხვა გაშორებს და თუ შეიძლება იყავი ძალიან გულწრფელი. ყურადღება. ცეკვავენ ვარსკვლავებში ყველაზე ნიჭიერი მონაწილე ხარ? კი. ეს პასუხი არის სიმართლე. გილოცა. კითხვა ის ახსნას დავიწყებ ასე რომ იქ არიან ძალიან ბევრი კარგი არაჩვეულებრივი ადამიანები, უნიჭიერესი ხალხი, უნიჭიერესი ჯგუფი. მე ყოველ შემთხვევაში ჩემ თავთან ასე ვთვლი და ანუ ეს პასუხი გავეცი დეტექტორსაც, რომ ანუ ეს გეხმარება იმაში, რომ შენ მიზანს მიაღწიო? რა თქმა უნდა, ანუ ეგ არის პირველი რაც მეხმარება ალბათ, იმიტომ რომ ჩემ თავთან ყოველთვის ეგეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ ანუ არ შემიძლია არ არსებობს. ისე როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი ვსაუბრობთ და ამ ყველაფრის ჩემ თავთან დაჯერებაში ამ ხალხსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ აი არ შემიძლია არ არსებობს. ყოველთვის არის შემიძლია და ყოველთვის ბევრი მუშაობით და ბევრი შრომით აუცილებლად
შეიძლება ისეთი მიზნების მიღწევა, რაც შეიძლება ერთ დროს წარმოუდგენელი გეგონოს. მამაკაც მონაწილეებში მიგაჩნია ყველაზე ნიჭიერი თავი თუ ზოგადად? მამაკაც მონაწილეებში. ერთი ოტოკოვზიძის გვეშინოდა და ალბათ მამაკაც მონაწილეებში, კი. მამაკაც მონაწილეებში. ანუ ნანუკა სტამბოლიშვილს არ ეხება ახლა ეს თემა, ხო? ანუ შენ შეიძლება მიგაჩნია რომ ნანუკა შენზე ცოტათი ნიჭიერი არის? კი, შეიძლება, ნუ. არ მიგაჩნია, გენაცო, შენ მიგაჩნია რომ ხარ ყველაზე ნიჭიერი და მეს მომწონს. ხო. ჩვენ არ ვიცით რა იქნება. ეს არ ყველაზე საინტერესო, იმიტომაც უყურებთ ამ შოუს, რომ ჯერ ერთი ის რომ ძალიან ლამაზი და მაგარია, პლასტიკის ზეიმია და ასე შემდეგ და მეორე ის რომ რას იზამს ესა თუ ის ადამიანი კონკურსში, ასე რომ წარმატებას გისურვებ და ძალიან გვინდა რომ მოკლედ გიხილოთ ფინალში. ძალიან დიდი მადლობა. მეშვიდე შეკითხვა იგებს 5000 ლარს გულწრფელობის შემთხვევაში. მოგწონთ, როდესაც გოგოს მოკლე კაბა აცვია? არა. ეს პასუხი არის. ანანოსთან გადავალ მე შეკითხვა. სიცრუე. აპლოდისმენტები. მაინც. ალბათ ქვეცნობიერს მოწონს, მაგრამ მე არ მწმი არაზუსტ, თორემ ალბათ ქვეცნობიერს მოწონს, ხო? მოხევი ხა. აი რატო გაჩნდა ეს კითხვა საერთოდ? მხედველობაში არ მაქვს მოკლე კაბა და იდეაში როგორც წარმოუდგენია ადამიანს მოკლე კაბა. დღევანდელობაში რატომღაც მოკლე არის, ნუ ალბათ აქაც უკვე რომ აი მინჯიზვალს შოცნება კაბა და ხო და ეს შენ არ მოგწონს? არა, კი, აი ეს ჩაცმულობა ზოგადად არ მომწონს. ანუ მოგწონს უფრო ზედმეტად ვულგარულად მიგაჩნია? სიშიშვლე არ მომწონს და რავი, არ ის ჩემში რა. ეს გემოვნების საკითხია აბსოლუტურად, მაგრამ ის გოგოები, ვისაც ძალიან მოკლე კაბა აცვია, იმათ მიმართ გამოგდის დისკრიმინაციასავით რა. არ გამომდის, ანუ დისკრიმინაცია რა გამომდის, ვინმეს ქუჩაში დაუნახე და მივედი და უთხარი, ანუ არავისთვის არ მithქოს ეს გადაცემაში რომ ამბობ, უკვე მოკლე კაბიანების იმას მარშს ვხედავ მე. ხო, ნუ ეს თუ შეიძლება, მოდი, ანანოს მივცეთ სიტყვა და როგორც ქალთა სქესის წარმომადგენელმა მან თქვას. მოკლედ, მისი პირადი აზრია და ჩემი აზრით, თუ ქალბატონი თავდაჯერებული და თავის თავში დარწმუნებულია, თვითონ რაც სურს, ის უნდა ჩაიცვას და ჩემი აზრით, თქვენ მოკლე კაბა ხომ არ გაციათ? ამას თავის ეს არის ბოლო რაც აცვია და არ ჩაიცვა. თავის თავში დარწმუნებული და თავის თავში მეუბნებოდა წრა რომ არ მომწონსო, ანანოს ინფორმაცია. თურმე მოსწონს, აი როგორ დაკომპლექსდა ეხა ანანო მოკლე კაბა ხო არ გაცეთ ხელები ესე და ანუ უკვე დაკომპლექსდა ადამიანი. არა, ანანოს დაკომპლექსება ეგეთი მარტივი ამბავი საერთოდ არ არის ჩემი აზრით. ჩემი აზრით ეხა ვალალო უფრო დააკომპლექსა ანანომ რო გამოხვალო, მერე გეტყვი ორ სიტყვასო რა. ანუ არ მიგიღია შენ როგორც მოკლე კაბიანმა, არ მიგიღია ეს არა, როგორც თუ ნახსენე მოკლე კაბა, ესე იგი უფრო მოკლეა, ვიდრე მემაცვია. ანუ მისთვის რა არის მოკლე აბა? მისთვის როგორ, იმიტომ რომ არც მე არ მომწონს დღევანდელი ჩაცმულობა ქალბატონების და გააჩნია ყველაფერს აქვს თავისი ზომა და წონა. ან ხო, ორგანიზმად ვერ იქნება. თუ ოჯახში გავიზარდე და ამიტომ მესმის. აღმოჩნდა რომ შენ ყოფილხარ ეჭვიანი მამაკაცი და ამის გამო შეყვარებულს დაშორდი. აღმოჩნდა რომ მოკლე კაბიანები არ მოგწონს. ხო და აი გითხარი ანუ ეს აზიატი რო ეძახიან, აღარ არის ეგ სიტყვა უკვე. აზიატი ცოტა ისეთი გაბუქებული ნათქვამია თითქოს, მაგრამ აზიატი მაგას ნიშნავს, რომ მაგალითად ეხა თქოს რაღაც უსაზღვრავთ ქალებს რაზომის ჩაიცვან. კი, რა თქმა უნდა, ანუ დღეს თითქოს ტრენდში არის, რომ ჩემი ასაკის გოგონები, რავი, კიდევ უფრო ბევრად ქვემოთ გოგონები, რატომღაც აი ეს სიშიშვლე შემოვიდა და რეალურად რო გითხრა, ეხლა სიმართლე რო გითხრა, რავი, ეხლა გავა თუ არ გავა, არ ვიცი, მაგრამ აი რაღაც ტრენდში შემოვიდა კიდე ბიუსჰალტერის გარეშე ქუჩაში გადაადგილება, ხვდები? ანუ და სიმართლე რა, აი რატო იცინი? არა, კარგი, ჩვენ თავი გავწამყარი გეკითხება უპასუხებ. ეგ არის როგორი და ამბავია, იცი? ჩემში იწვევს ერთადერთი გაღიზიანებას. მეც არაფერს არ იწვევს ეგ. ანუ არ მიგაჩნია სწორად. ვერა, ხო, ვერა. ჯიმი, რას ფიქრობ შენ ამ ახალგაზრდა ადამიანის აზროვნებას? ძალიან კარგად აზროვნებს ეს ახალგაზრდა. შენც ესე ფიქრობ? შეიძლება ისეთ ასაკში ვარ. ჯიმიც ესე ფიქრობს. ისეთ ასაკში ვარ, ბატონო, გიგი არ შეიძლება ესე რო არ ფიქრობდე.
ძალიან მართალი. რავი, აი, ნატუ არის ის შენი მეუსამდე. ქვეცნობიერი, ვალავს ქვეცნობიერი, სხვანაირად ფიქრობს. თუ შენი ქვეცნობიერიც მასა ფიქრობს? ზედმეტი სიშიშვლეს აპროტესტებს ბატონი ვალალო. და ჯიმი. ცეკვავენ ვარსკვლავში შეიძლება ზედმეტი სიშიშვლე. ცეკვავენ ვარსკვლავები არის პროექტი და იქ არის ეგხიბლი აქვს ამ ყველაფერს. იქ ფორმა უნდა გეცვას, ანუ ცეკვის. ანუ სცენაზე მოგწონს. რა თქმა უნდა. ჩვენი თამაში დასრულებულია. შენ გისურვებ წარმატებას ნამდვილად. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ. დიდი მადლობა. ხარ ახალგაზრდა, ჯერ წინ გაქვს ყველაფერი. მე დარწმუნებული ვარ, რომ შენ კიდევ უფრო დიდი ვარსკვლავი გახდები ცხოვრებაში, არ დაგვივიწყო მერე ჩვენ. ეს იყო ვალალო კოპალეიშვილი, მან მხოლოდ 500 ლარი მოიგო. ჩვენ კი ერთი კვირით გევში.